ყველას ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე მინდოდა რომ პირველ რიგში შევხვედროდი თქვენ, ჩემს ყოფილ კოლეგებს, შევხვედროდი მედიას, იმიტომ რომ სწორედ ამ შეხვედრიდან უკვე მივდივარ გლდანში პირველად, ჩემს ამომრჩეველთან და პირველად ვიდრე შევხვდები ამომრჩეველს, მე მინდა თქვენთან შეხვედრა, თუ გექნებათ რაიმე კითხვები, თუ გაქვთ რაიმე დარჩენილი შეკითხვები, რომელზეც შესაძლებელია ჩემი პასუხები იყოს თქვენთვის საინტერესო, ვარ მზად იმისთვის, რომ გავცე ყველა კითხვას პასუხი. გუშინ წარადგინა ქრისტიან-დემოკრატებმა თითქმის სრული შემადგენლობა თბილისის მაჟორიტარების, მათ შორის დასახელეთ შენ გლდანში. მე მაინტერესებს რა სიტყვი ამ ეტაპზე ქრისტიან-დემოკრატების შანსებზე დედაქალაქში, რამდენად გაქვთ წარმატების შანსი. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით. ამ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ის ათასობით მხარდამჭერი, რომელსაც ჩვენ ვხვდებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის თბილისში. თბილისი არის ცალსახად ოპოზიციური. შევთანხმდეთ ამაზე. თავის დროზე სააკაშვილმა პირწმინდად წააგო თბილისი, როცა იგი მეორე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას და ამის შემდეგ იმდენი კაბალური, იმდენი ავადსახსენებელი გადაწყვეტილება მიიღეს თბილისელების წინააღმდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ მე ძალიან ძნელად წარმომიდგენია ვინმე დაუჭიროს მხარი ნაციონალურ მოძრაობას. მე ვაკეთებ ასეთ პროგნოზს, რომ თბილის ნაციონალური მოძრაობა წააგებს. ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად გლდანს, მაქვს იმედი, რომ გავიმარჯვებ, გვაქვს ძალიან სერიოზული პოზიციები გლდანში, ჩვენ გვაქვს ჩატარებული ჩვენი კვლევები, ჩვენ გვაქვს ჩვენი გამოკითხვები, რომელიც რასაკვირველი არის სამუშაო და არა საჯარო გამოკვლევები და ყველანაირი შანსი იმისი, რომ ქრისტიან-დემოკრატებმა მოვიგოთ გლდანი და არა მარტო გლდანი, არის ძალიან რეალური. ჩემი ერთადერთი კონკურენტი გუშინაც გავაკეთე განცხადება, კიდევ მინდა რომ ვთქვა, არის არის ხელისუფლების კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან ბატონი ნიკოლოზ ხაჩირაშვილი, რომელიც არის პირდაპირ ჩემი კოლეგა, იგი არის თბილისის საკრებულოში უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე და მე ვთვლი, რომ ჩვენი ერთადერთი კონკურენტი გლდანში იქნება ნიკო ხაჩირაშვილი. მე მას კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო თქვენი საშუალებით, ვიწვევ დებატებში ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერი არხის ეთერში, მე ვარ მზად დავჯდე ჩემს კონკურენტთან ერთად და გლდანელებს დავუმტკიცო, რატომ არ უნდა მისცენ ხმა ხელისუფლების წარმომადგენელს. არ უნდა მისცენ ხმა პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს არის იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დენისა და დასუფთავების გადასახადები მიაბა ერთმანეთს. ეს არის იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც ყოველი საკრებულოს ხდომაზე იღებს მეტისმეტად არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს და აქედან გამომდინარე, მე მინდა რომ მასთან ერთად ღია დებატებში გქონდეს კამათი იმის შესახებ, როგორ წარმოუდგენია მას არჩევნების შემდეგ გლდანის განვითარება და როგორ წარმომიდგენია მე. არ ვიცი, იცით რა ძალიან ძნელია რამე დამტკიცები, დაჟინებით რომ ვამტკიცო, თუ ვარ ღირსეული, თუ გლდანის მოსახლეობა ჩათვლის, რომ ინგა გრიგოლი არის ღირსეული და ის იმსახურებს, რომ მას დაუჭირონ მხარი, მოგცემენ ხმას. თუ ჩვენ არ ვართ ღირსეულები, ჩვენც ისევე გავქრებით პოლიტიკური კაბადონიდან, როგორც გამქრალა არაერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში და არაერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი თუ რიგითი წარმომადგენელი. მე მაქვს ხალხის მხარდაჭერის იმედი, იმიტომ რომ ამ 2 წლის განმავლობაში მქონდა ძალიან აქტიური შეხება გლდანელებთანაც, სამგორელებთანაც, გრწანისელებთანაც, ანუ მთელ თბილისთან, როგორც თბილისის საკრებულოს წევრს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მხარდამჭერთა გუნდი არის სწორედ გლდანში. ამ ადამიანების იმედი მაქვს და ეხლა მინდა რომ მივმართო გლდანის მოსახლეობას 2-3 დღეში მე ღიად გამოვაცხადებ ჩემს პირად ტელეფონის ნომერს, რომელზეც შეიძლება ნებისმიერ გლდანელს დამირეკოს და პირადად მე მას ვესაუბრო ყოველგვარი თანაშემწეებისა და ყოველგვარი დამხმარეების გარეშე და მე მინდა რომ შევთავაზო ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ერთად შევადგინოთ ჩვენი საარჩევნო გეგმა, ერთად შევადგინოთ ჩვენი შეხვედრების გრაფიკი, ერთად შევადგინოთ იმ პრობლემათა ნუსხა, რომელიც არის სწორედ გლდანისთვის პრიორიტეტული. აქედან კი მივდივარ ერთ-ერთ ოჯახში გლდანის მაცხოვრებელთან, რომელსაც ელექტროენერგია აქვს ჩაჭრილი იმის გამო, რომ იგი ვერ ახერხებს თავისი მწირი შემოსავლით ეს ოჯახი, რომ გადაიხადოს უზომოდ გაბერილი ენერგოტარიფები და ამიტომ მასთან ერთად უნდა წავიდე თელასში და თელასისგან უნდა მოვითხოვო მისი ვალების რესტრუქტურიზაცია. ესაა ჩემი პირველი ნაბიჯი, რითაც მე ვიწყებ გლდანის ამომრჩეველთან მუშაობას. დანარჩენს 2-3 დღეში კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე გამოვაცხადებ ჩემს პირად მობილურის ნომერს, რომელზეც შეიძლება ნებისმიერ გლდანელს დარეკვა დღისა და ღამის ნებისმიერ საათში და მე ვიქნები გლდანში მთელი ამ თვენახევრის განმავლობაში.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის თქვენ იცით რომ საარჩევნო კამპანიის დასაწყისიდანვე ჩვენ ვთქვით რომ ეს არის ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის შვილებს განათლება მშობლებს დასაქმება და მოხუცებს დაფასება და ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი სამართლიანი ტარიფები მოსახლეობას ეს არ არის დემაგოგია თავის დროზე როდესაც ქრისტიან დემოკრატებმა ამ თემაზე პირველი განაცხადი გააკეთეს ეს იყო ადგილობრივი არჩევნების წინ გახსოვთ რომ ვისაც არ ეზარებოდა ყველა აკრიტიკებდა და ყველა აქილიკებდა ქრისტიან დემოკრატებს. შემდეგ აღმოჩნდა რომ თურმე მთელმა საქართველომ აღიარა რომ უზომოდ გაბერილი ტარიფებით ცხოვრობ. მე ვთქვი რომ ეს არ არის დემაგოგია და რატო? არსებობენ დემაგოგები, არსებობენ წინა საარჩევნოთ ადამიანების დამბულებლები და არსებობენ რეალურად საქმის გამკეთებელი ადამიანები. რას გულისხმობ ამ გზაში საქმის გაკეთებაში? ჩვენი გეგმა არის ასეთი, უნდა მოხდეს თელასის გამოსყიდვა ინვესტორისგან, რომელიც ფლობს 75% თელასის წილის. სახელმწიფო ნებისმიერი თავმოყარე სახელმწიფო არის ვალდებული, რომ დაიბრუნოს ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ენერგო ობიექტებს. თუ კი ჩვენ მოვახერხებთ, რომ თელასი გამოვისყიდოთ და სხვა ენერგო გამანაწილებელი კომპანიები, გაძლევთ იმის პირობას, რომ მომენტალურად 5-6 თეთრით უკვე შემცირდება იგივე ელექტროენერგიის ტარიფი, იმიტომ რომ აი ეს 5 თეთრი არის სწორედ რომელიც არის ინვესტორის მიერ ჩადებული თავისი ინვესტიციის ხარჯების დასაფარად. ანუ ჩვენ ვპირდებით ხალხს, ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ უნდა გამოვისყიდოთ ენერგოკომპანიები, პირველ რიგში ეს უნდა იყოს თელასი. უნდა დავიბრუნოთ სახელმწიფომ 75%, იმიტომ რომ შეუძლებელია, იმიტომ რომ ესაა ორმაგი სტანდარტი, ერთი ხელით რუსეთს ებრძოდე პოლიტიკური განცხადებები და ამბობდე, რომ აი რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს და მეორე ხელით შენივე ხელით აძლევდე იმავე რუსეთს ყველაზე მნიშვნელოვან, ყველაზე სტრატეგიულ ობიექტს. ამიტომ თუ ამ ქვეყანას რაიმე უშველის ეს არის ენერგოკომპანიების დაბრუნება სახელმწიფოს ხელში, ჩვენ ამას გავაკეთებთ და გაძლევთ გარანტიას. თუ ამას ვერ გავაკეთებთ, მე ვიქნები პირველი, რომელიც დაწერს განცხადებას და რომელიც წამოვა ნებისმიერი სტრუქტურიდან, სადაც ამ არჩევნების შემდეგ შეიძლება მე აღმოუჩნდე, ეს იქნება პარლამენტი, თუ ეს იქნება საკრებულო, ამას არ აქვს მნიშვნელობა. თუ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ქრისტიან დემოკრატები ვერ შეასრულებენ მათ მიერვე დადებულ პირობას, მათ შორის მეც საკუთარ თავსაც გულისხმობ, მე უარს ვიტყვი იმ მანდატზე, რომელსაც ბედნიერი ვიქნები თუ კი მომაინჭებს გლდანის მოსახლეობა. დიახ. დიახ. ბატონი ჟვანიას სტატუსი იქნებ ჯერ შემახსენოთ. Facebook-ზე გაკეთებული კომენტარების კვალ და კვალ. დიახ. ბატონ ლაშა ჟვანიაზე ამბობ, დიახ. ბატონმა ჟვანიამ განაცხადა, რომ ეს არის, არ არის საჭირო პარტიების მხრიდან საპატარო გარევა პარტიების გეთანხმებით, მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას ოღონდ ერთი კუთხით. კარგი იქნებოდა, რომ ამ განცხადების ავტორს გადაეხედა უკანასკნელ პერიოდში იმ პოლიტიკოსების და იმ პარტიული ლიდერების ვოიაჟისთვის საპატრიარქოსა თუ სხვადასხვა ტაძრებში, გადაეხედა კარგად პოლიტიკური თავყრილობებისთვის, ნაციონალური მოძრაობიდან თუ სხვა ოპოზიციური პარტიებიდან, მიტინგებზე როგორ გამოდიან მეუფეები, როგორ გამოდიან მამაოები, ან როგორ მიდის სააკაშვილი პატრიარქთან, ასევე სასულიერო პირებით ალყა შემორტყმული. თუ ვინმე არ პოპულისტობს ეკლესიის თემით, ესენი არიან ქრისტიან დემოკრატები, აქ სკითხართ უამრავი ჟურნალისტი, დამისახელეთ ერთი ფაქტი. ბოლო პერიოდის, აი თუნდაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, რაც მე ვარ პოლიტიკაში, თუ გინახავთ სადმე რომ ქრისტიან დემოკრატების რომელიმე პოლიტიკურ პარტიულ ღონისძიებაზე ერთი სასულიერო პირი მაინც რომ ყოფილიყო. ასეთ ფაქტს ვერ დაასახელებთ. ხოლო თავისთავად პარტიის იდეოლოგია, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის იდეოლოგია, თუ კი ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ვაპირებთ ამ დაფინანსების გაზრდას, ამითი განსხვავდებით ჩვენ სხვა პარტიებისგან. პატრიარქს ჩვენ არ ვიყენებთ პოლიტიკური მიზნებისთვის, ნებისმიერ ჩვენგანს აქვს ძალიან ახლო ურთიერთობების სასულიერო პირებთან, ნებისმიერ ჩვენგანს ყავს თავისი მოძღვარი, მაგრამ არასოდეს არ ვაკადრებთ არც პატრიარქს, არც რომელიმე მეუფეს, არც რომელიმე მოძღვარს, რომ ჩვენი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოვიყენო. ვინც ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს და გვადანაშაულებს, რომ ჩვენ თითქოს რელიგიური საკითხით სპეკულირებთ, კარგად გადახედონ, მე შორს არ ურჩევ მათ წასვლას, უახლოესი 2-3 თვის განვითარებულ მოვლენებს. არ ჩაულია არც ერთ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ განცხადებას, იქ რომ არ ყოფილიყო რელიგიური თემატიკა გამოყენებული. მე პირიქით ძალიან მინდოდა ამ თემაზე საუბარი. დიდი მადლობა
მადლობა აი ამ შენიშვნის ავტორის სახით თქვენ რომ დამისვით კითხვა და მართლა მინდა რომ გთხოვოთ თქვენ თავს კითხეთ სადმე თუ კი გინახავთ ქრისტიან დემოკრატების რომელიმე პოლიტიკურ ღონისძიებაზე ერთი სასულიერო პირი მაინც ეს არ ყოფილა და ამიტომ მიხედონ იმ ლიდერებს რომლებიც ხან ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს არკვევენ პრეზიდენტის სახით სასულიერო პირებთან ერთად და ხან კი მიდიან და პატრიარქის გვერდზე ჩდებიან კიდევ დანარჩენები იმის ნიშნად რომ თითქოს საპატრიარქოსგან აქვს პოლიტიკური მხარდაჭერა საერთოდ ყველას ურჩევდი რომ მართლა შეეშვან რელიგიური თემებით სპეკულირებას მართლა შეეშვან ეკლესიაში განხეთქილების შეტანას იმიტომ რომ ეს არის თემა რომელიც უკვე ძალიან გაიხსნა რომელიც არის უკვე სახეზე და თუ ვინმე არ სპეკულირებს ამით ეს ვარ ჩვენ ძალიან ვრცელი გამომივიდა პასუხი მაგრამ მინდოდა რომ არგუმენტირებული ყოფილიყო თქვენ ბრძანეთ რომ თქვენი მთავარი კონკურენტი იქნება ნიკო ხაჩერაშვილი გდანში ქართული ოცნების კანდიდატს არ მიიჩნევთ კონკურენტად ქართული ოცნების კანდიდატს მევცემ ძალიან დიდ პატივს იგი იყო წლების განმავლობაში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი და საუკეთესო რესპონდენტი საუბრობ სოსო ჯაჭვლიანზე მაგრამ დამიტოვეთ ნება რომ და ჩავთვალო რომ ჩემი მთავარი კონკურენტი იქნება ხელისუფლების კანდიდატი თუნდაც იმიტომ მირიან რომ ჩვენ ორივე ნიკოლოზ ხაჩერაშვილიც და მეც ვართ თბილისის საკრებულოში ფრაქციების თავმჯდომარეები და ჩვენ შორის მთელი ამ 2 წლის განმავლობაში მიდიოდა ღია თუ ფარული ძალიან სერიოზული დაპირისპირება იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით რასაც ხელს აწერდა ნაციონალური მოძრაობა მე ჩემს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად საკრებულოშიც მივიჩნევდი ბატონ ხაჩერაშვილს და თუ კი თქვენ გაიხსენებთ ჩემს დებატებს ძირითადად საკრებულოს ხდომაზე სწორედ მასთან იყო ხოლმე ასე რომ აქაც მიმაჩნია რომ მთავარი კონკურენტი გლდანში ჩემთვის იქნება ხაჩერაშვილი ხოლო თუ სხვა ვინმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მოახერხებს და დაამარცხებს ხელისუფლების კანდიდატს მე თვითონვე მივალ მიულოცავ გამარჯვებას და ხელს ჩამოვარდ ამის მიუხედავად მართალი გუნდი და ქართული ოცნება ამ შემთხვევაში ქრისტიან დემოკრატებზე მეტი რეიტინგი რომ სოსო ჯაჭვლიანი ამ შემთხვევაში არის არ ვფიქრობთ რომ სოსო ჯაჭვლიანი არის ამ შემთხვევაში თქვენი კონკურენტი და თქვენ უნდა კონკურენცია გაუწიოთ მასაც და ასევე მაინტერესებს დებატებში თუ გამოიწვევთ თქვენს პოლიტიკურ კონკურენტს არასოდეს არ დავჯდები დებატებზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან ერთად არა იმიტომ რომ სათქმელი შეიძლება არ ქონდეს არამედ იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ეს იქნება ყველაზე ცუდი საქმე რაც შეიძლება ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთს გაუკეთონ მე დავჯდები დებატებზე მხოლოდ ხელისუფლებასთან ხოლო რაც შეეხება იმას რომ ოცნების და ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი არის ძალიან მაღალი წიწილებს შემოდგომით ითვლიან თქვენ შეგიძლიათ მერე ჩემთან ერთად დაითვალოთ რა შედეგებს დადებს ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა კიდევ ერთხელ ვამბობ ნებისმიერი სხვა პარტიის წარმომადგენელი რომელიც მოახერხებს რომ თუნდაც გლდანში ან სხვა ადგილას დაამარცხოს ხელისუფლება მე მას ყოველთვის მივესალმები ეს იქნება სოსო ჯაჭვლიანი თუ ეს იქნება სხვა ერთს კი გეტყვით რატომ ვფიქრობ რომ ჩვენ გავიმარჯვებთ გლდანში ჩვენ ყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი და გლდანელებს არაერთხელ უნახავთ თბილისის საკრებულოში რამდენად აქტიური იყო ჩვენი ბრძოლა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ სოსო ჯაჭვლიანს მე ვუსურვებ მთელი გულით წარმატებებს და კიდევ დანარჩენ კანდიდატებსაც თუ კი ასეთები იქნებიან და კიდევ ერთი შეკითხვა დღეს ზაკრო გუცნაშვილს ჰქონდა პრესკონფერენცია და ანუ პარლამენტში საარჩევნო კოდექსში გარდამავალდებულებაში შევიდა ცვლილება გასულ თვეს რომ 189,000 ამომრჩეველი რომელიც არის მიწერილი ასე ვთქვათ და ახლა აქვს ახალი სარეგისტრაციო მისამართი ხმას აძლევს ძველი რეგისტრაციის მისამართზე და ქუცნაშვილმა განაცხადა რომ ამით ისარგებლებენ ხელისუფლების სატელიტი ოპოზიციური პარტიები და გეგულისხმათ თქვენ და მემარჯვენეები რას უპასუხებთ მას თუ დაურეკავთ და კითხავთ ვინ იგულისხმა და აკონკრეტებს რომ ჩვენ მაშინ წინა შემთხვევებში აკონკრეტებენ ხოლმე ქდმ და ახალი მემარჯვენე დაასახელებს მე არ მომისმენია და არ მინდა რაც შეეხება სატელიტების ძახილს თუ სატელიტობა იმას ნიშნავდა ყველაზე პრაგმატულ და ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც ქრისტიან დემოკრატიულმა მოძრაობამ მიიღო თავის დროზე, როცა შევიდა პარლამენტში, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ეს იყო ყველაზე სწორედ გათვლილი ნაბიჯი, რომელიც ნორმალურმა, გონიერმა და ღირსეულმა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა მიიღოს. იმიტომ რომ ამის შემდეგ ჩვენ დავინახეთ, როგორ გაქრა ისტორიიდან ძალიან ბევრი პარტია, როგორ დაინგრა პარტიები და საერთოდ როგორ დაჩნენ გარეთ ყველანი პოლიტიკის მიღმა, ვინც უარი თქვა სადეპუტატო მანდატების გამოყენებაზე. თუ კი იყო სატელიტობა ის, რომ ქრისტიან დემოკრატები შევიდნენ პარლამენტში, იმ პარლამენტში ისეთი წევრებიც ხედან დეპუტატები, რომლებიც დღეს სხვადასხვა კოალიციებში არიან გადანაწილებული. ასე რომ მთავარი ბრალდება თუ ისაა, რომ პარლამენტში ხედან ქრისტიან დემოკრატები, გვერდით ფრაქციაშიც გადაიხედონ ხოლმე, იმიტომ რომ მათივე წევრები ხედან იმ პარლამენტში.
დიახ. შეხვედრებს მართავს სანტორედიაში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ აგრესიულად ხდება. ამასთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებთ? რატომ არის ასეთი აგრესიული საქმე? არ ვიცი, მე ვერ გავაკეთებ კომენტარს კახა კალაძის შეხვედრებთან დაკავშირებით, მე შემიძლია ჩემთან დაკავშირებით გავაკეთო კომენტარი. კახას უსურებ წარმატებებს, იმიტომ რომ ისევე როგორც ოსო ჯაჭვლიანი, ისიც ჩემთვის წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი ყოველთვის გამორჩეული და სასურველი რესპონდენტი. მე პრინციპულად არ გავაკეთებ კომენტარს სხვების საარჩევნო კამპანიაზე, უბრალოდ კონკრეტული კითხვების შემთხვევაში შემიძლია მხოლოდ იპასუხო. ერთი კითხვა მაქვს. თქვენი მთავარი დაპირება რაც არის სამართლიანი ტარიფები ხალხს და ენერგოპროს გამოსყიდვას რომ აპირებთ. ეკონომიკური ექსპერტების ნაწილის მხრიდან რაღაც კრიტიკა მოყვა თქვენ ამ ინიციატივას. როგორ შეიძლება უფრო კონკრეტულად რო აგვიხსნათ, როგორ მოხდება ამის გამოსყიდვა, რამდენი ეფექტური იქნება? ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ეს იქნება 10 მილიარდიანი ბიუჯეტი, რომელიც უნდა კონდეს საქართველოს, ხოლო როგორ უნდა მოვიძიოთ თანხები? თანხები უნდა მოვიძიოთ ასე. არ უნდა ფლანგოს ხელისუფლება მასაჟისტებში, თვითმფრინავების ყიდვაში, საკუთარ გართობაში, უზარმაზარ კონცერტებსა და შოუებში ფული. მე გეტყვით, რომ თბილისის ბიუჯეტიდან მარტო 30 ივლისს 3 მილიონი ჯანდაცვის პროგრამებს ჩამოაჭრეს და გადაამისამართეს კულტურული და გასართობი ღონისძიებებისთვის, იმიტომ რომ არჩევნების წინ ჭირდებათ ეს PR აქციები. აი ესე უნდა მოვიძიოთ ის ფული. ჩვენ ასე გვაქვს წარმოდგენილი, რომ არმია, რომელიც ფინანსდება უზარმაზარი თანხით ბიუჯეტიდან, უნდა გადავიდეს კონტრაქტორების პრინციპზე, იმიტომ რომ სისულელი არის, რომ ამ ხელა ფული შენ გადაიხადო, მხოლოდ აი ამ არმიის შეიარაღებაში შენ კონდეს მთლიანად პრიორიტეტი აქეთკენ აღებული. ეს არ უნდა იყოს სავალდებულო გაწევა, უნდა იყოს კონტრაქტული სისტემა, რაც ავტომატურად შეამცირებს შემდეგ აი მათ რიცხვს. და ასე შემდეგ, ანუ თანხები ჩვენ გვაქვს დეტალურად დათვლილი, საიდან უნდა მოვიძიოთ, როგორ უნდა მოვიძიოთ. პირველ რიგში გეტყვით იმას ხალხო, რომ იმდენი მილიონი იხარჯება ნებისმიერი რაღაცა ხელისუფლების აკვიატებაზე, მაგალითად ბათუმში იყო ძალიან ცხარე დებატები იმაზე, რომ 2 მილიონიანი საათი უნდა ეყიდათ, რომელიც პიაცაზე უნდა დადგან, იმიტომ რომ ესეც ხელისუფლების აკვიატება. როცა შენ დაითვლი თანხებს რეალურად, როცა შენ გაანალიზებ შენი ბიუჯეტის პრიორიტეტი რა უნდა იყოს, ეს 1 მილიარდი ძალიან თავისუფლად გამოიძებნება. მით უმეტეს, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ქრისტიან დემოკრატებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეს თემა. რატომ ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება? როდესაც შენ ხალხს პირდები ტარიფების გაიაფებას, თუ კი გაიმარჯვებ და თუ ამას არ გააკეთებ, მორალური უფლება აღარ გექნება, რომ საერთოდ პოლიტიკაში დარჩე. ეს არის სახელმწიფოს თავმოყარეობის საკითხი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ერთი ხელით უპირისპირდებოდე რუსეთს და ამბობდე, რომ ის არის შენი მტერი და მეორე ხელით შენივე საკუთარი ხელით მას მისცე ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგოობიექტები, ეს ერთმანეთთან მოდის ძალიან დიდ წინააღმდეგობაში. რაც შეეხება თანხებს, ეს არის დეტალურად დათვლილი და მე მგონი ამომწურავად გიპასუხე. ექსპერტებს რაც შეეხება, ექსპერტთა ნაწილი, რომელიც ამ განცხადებას აკეთებს, ძალიან ხშირად პოლიტიზირებულია ხოლმე და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი უფრო. თანხების მოძიებაზე კი არ აკეთებენ ისინი ახცენტს, ზოგადად არაგამართლებულად არა, რატომ არის ბიზნესი შეისყიდოს რაღაც სახელმწიფო? არაგამართლებული არ არის, იმიტომ რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი. მოგწონთ თქვენ, როდესაც თვის ბოლოს ქვითარს ხელში იჭერდა, ასეთი გაბერილი გადასახადების გადახდა გიწევთ. გეუბნები, თუ კი თელასის გამოსყიდვა მოხდება, თუ კი სახელმწიფო დაიბრუნებს იმ 75%-ს, ეგრევე მომენტალურად შემდეგ სულებზე რო არაფერი ითქვას, აი ის ინვესტორის 5 თეთრი უკვე ამოვარდება ტარიფიდან და წარმოიდგინეთ, ეხლა რამხელა არის შეღავათი. ყველაფერი არის დათვლილი, ნებისმიერი შეთავაზება, რასაც ვაკეთებ ჩვენ, არის ექსპერტებთან ერთად დათვლილი და ვისაც არ მოსწონს, ისევე დაგვეთანხმება 1-2 წლის შემდეგ, როგორც დაგვეთანხმდნენ ადგილობრივი არჩევნების დროს. ჩვენ თუ ამას ვერ შევასრულებთ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, მაშინ შეიძლება რომ გვაკრიტიკოთ. ალბათონო იმია. დიახ. გამარჯვებათ, გუშინაც და დღესაც გავიგეთ, რომ ძირითადი ასპექტები ჩვენი პროგრამის არის სოციალური და ჯანდაცვის პრობლემატიკა, ასევე განათლება. მე მაინტერესებს ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის საგარეო კურსი, ჩვენი საგარეო კურსი არის ძალიან უკვე დიდი ხანია გაცხადებული, ეს არის დასავლეთზე ორიენტირებული პარტია, თუმცა ჩვენ არ მიგვაჩნია სწორედ ის ისტერიკა, რაც იგივე რუსეთთან დაკავშირებით წლების განმავლობაში ხდებოდა ამ ქვეყანაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნორმალური, მეზობლური ურთიერთობა უნდა გქონდეს, როგორც რუსეთთან, ისე ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, მაგრამ პროდასავლური კურსი, რომელიც არის პარტიის მხრიდან შექმნის დღიდან გამოცხადებული, ეს არის თქვენთვის უკვე კარგად
ცნობილი. რაც შეეხება საარჩევნო პრიორიტეტებს, მე არ ვთვლი, რომ რაიმე ტიპის საარჩევნო ისეთი ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ, რაც შეიძლება იყოს არაადეკვატური ხალხისთვის. ნებისმიერ შეხვედრაზე, სადაც მე მივდივარ, როდესაც ხალხს ველაპარაკებით, მთავარი პრობლემა არის რა, რომ მათ შვილების განათლების ფული არ აქვთ. მთავარი პრობლემა არის რა, რომ მათ არ აქვთ სამსახური, არ აქვთ დასაქმება, არ აქვთ შემოსავალი. ამას ვამბობ, ჩვენ ვთავაზობთ, რომ აი ამ 10 მილიარდიან ბიუჯეტში იქნება დეტალურად გაწერილი ეს ყველაფერი. სოფლის მეურნეობის მიმართულება, ჯანდაცვის მიმართულება, ენერგომიმართულება და ასე შემდეგ. და ყველაზე მთავარი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის სამართლიანი ტარიფები, იმიტომ რომ ეს იქნება ყველაზე დიდი შეღავათი ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის. და მინდა კითხოთ ასევე, როგორ მოხდა, რომ ქრისტიან დემოკრატების თითქმის ყველა ლიდერი კენჭისყრის დედაქალაქში და თითქმის არც ერთი არ არის კანდიდატი დაყნებული რაიონებში. არა, არ გაქვს სწორი ინფორმაცია. ქრისტიან დემოკრატების ყველა ლიდერი არის დაყენებული უკაცრავად ყველა რეგიონში, ოღონდ საკრებულოში მინდა რომ გაიხსენოთ, ყველა საკრებულოში საქართველოში ჩვენ ყავს ჩვენი წარმომადგენლები, ზოგან ყავს ფრაქცია, ზოგან უბრალოდ დეპუტატები და ესენი არიან იმ რეგიონების ღირსეული წარმომადგენლები. ანუ ჩვენი მხრიდან არ მოხდება რაღაცა გარედან დასახელება კანდიდატების, ნებისმიერი რეგიონი იმსახურებს იმას, რომ უნდა ყავდეს თავისივე წარმომადგენელი პარლამენტში და არა თბილისიდან ძალით ჩაყვანილი. ერთ-ერთი ლიდერი კი ქუთაისში დასახელდება ძალიან მალე ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობით. მადლობა დიდი.